თბილისის მერია კიდევ ერთი დაავადების მკურნალობას დააფინანსებს. რევმატოიდული ართრიტის სახსრების დაზიანების გამომწვევი ქრონიკული დაავადებაა. მკურნალობის გარეშე სწრაფად პროგრესირებს, თან ახლავს ძლიერი ტკივილები და ქმედ უუნარობა. გართულების პირობებში რევმატოიდული ართრიტი პაციენტის ყოველდღიურ ცხოვრებაზე საკმაოდ მძიმე დაისახება და ფსიქოლოგიურ პრობლემებსაც იწვევს. მედიკამენტი, რომელსაც დაავადების პროგრესირების შეჩერება შეუძლია, იმდენად ძვირადღირებულია, რომ პაციენტების დიდი ნაწილისთვის მიუწვდომელია. აჭარის მთავრობის შემდეგ, რომელიც პრეპარატს რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს 2022 წლიდან უფინანსებს, ანალოგიური პროგრამა თბილისშიც ამოქმედდება. დედაქალაქის მცხოვრებლები მედიკამენტს თანადაფინანსებით მიმდინარე წლის სექტემბრიდან მიიღებენ. რევმატოიდული ართრიტი პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც სახსრების დაზიანებას იწვევს. მისი ქრონიკულობიდან გამომდინარე, პაციენტს მუდმივი მკურნალობა ესაჭიროება. ართრიტის სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტები კი საკმაოდ ძვირადღირებულია. ამ დაავადების მართვა დიდწილად გახლავთ დაფუძნებული ბიოლოგიურ თერაპიაზე, რომელიც წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ თერაპიას, შესაბამისად მაღალი ღირებულების მქონე თერაპიას, რაც ართულებდა პაციენტებისთვის ამ თერაპიაზე წვდომას წლების განმავლობაში. იმ პაციენტებისათვის, რომელთაც ასეთი მკაფიო საჭიროება გააჩნდათ. დღეიდან ჩვენ შეგვიძლია თამამად მივიღოთ მართებული, სწორი, პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო გადაწყვეტილება, ისე რომ არ ვიფიქროთ მკურნალობის ღირებულებაზე. თბილისის მერია რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტის აქტემრას დაფინანსებას 1 სექტემბრიდან იწყებს. ამ დაავადების მქონე პირმა ვაუჩერის მისაღებად თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს. პაციენტი აუცილებლად თბილისში უნდა იყოს რეგისტრირებული. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150.000 მედიკამენტი დაუფინანსდებათ სრულად 100%-ით, ხოლო ყველა სხვა დანარჩენ მოქალაქეს, ვინც საჭიროებს აღნიშნულ მედიკამენტს, მუნიციპალიტეტი შედის 80%-იანი დაფინანსებით. მოქალაქემ მედიკამენტის დასაფინანსებლად საჭირო მატერიალიზირებული ვაუჩერის მისაღებად და სრულფასოვანი მედიკამენტოზური მკურნალობის ჩასატარებლად შესაბამისი საბუთებით ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს. საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით მედიკამენტი აქტემრა რევმატოიდული ართრიტის პროგრესირებას აჩერებს. თავიდან არიდებს გართულებებს და პაციენტს შრომის უნარიანობა უბრუნდება. აღნიშნული მედიკამენტი არის მნიშვნელოვანი ამ დაავადების მქონე პაციენტებისათვის, ვინაიდან რეალურად ის ახდენს პროგრესის შეჩერებას, გადაჰყავს რემისიაში დაავადება და შესაბამისად პაციენტები არიან შრომის უნარიანები და ხდება მათი ქმედუნარიანობის შენარჩუნება. მნიშვნელოვანი არის ეს მედიკამენტი, იმიტომ რომ რეალურად აღნიშნული დაავადება წლების განმავლობაში იწვევს ძვლების დეფორმირებას და შესაბამისად ადამიანის საბოლოოდ შრომის უნარიანობა უпростоრად შეიძლება გამოიწვიოს. თბილისში რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე დაახლოებით 100-მდე პაციენტია. ისინი ამ პროგრამის ამოქმედებას წლებია ითხოვდნენ. სექტემბრიდან ამ დაავადების მქონე პაციენტები თანამედროვე ბიოლოგიურ მედიკამენტს მიიღებენ. დედაქალაქის ბიუჯეტიდან მათ სამკურნალოდ 1,5 მილიონი ლარი გამოიყოფა.